საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქმენეთში იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს სახელწოდებით მშვიდობისა და ნდობის წელი საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის. მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ჩვენ დავამტკიცეთ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია შეამციროს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობა. ეს სტრატეგია სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს და ქალთა და ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გლობალურ სტრატეგიას. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის და მიზნობრივი ვერტიკალური პროგრამების მეშვეობით მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს ანტენატალურ, პერინატალურ და პოსტნატალურ მოვლას, იმუნიზაციას და ადრეულ სკრინინგს. ამასთან შემცირდა ფინანსური ბარიერები ოჯახებისთვის. ამ ყოვლის მომცველი და ინტეგრირებული მიდგომის შედეგად საქართველოს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ბოლო 10 წლების განმავლობაში 1 წლის ასაკის ბავშვთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 55%-ით შემცირდა. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით ვახორციელებთ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს დანერგვა.